სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა ამა. დღეს ალბათ ყურადღებით მოისმინეთ ყველა სახარების ეპიზოდი დამწუხრებული მდიდრის შესახებ. ადამიანისა, რომელიც ყველა მცნებას იცავდა, მაგრამ უჭირდა გაცემა. გამოკიდებული იყო სიმდიდრეზე და ამ ცოდვისაგან უჭირდა განთავისუფლება. სიმდიდრე თავის თავად დაშვებულია თითოეულ ადამიანზე იმისათვის, რომ ჩვენ გავიაზროთ, რომ ღმერთმა მოგცა იგი იმისათვის, რომ გონივრულად გამკარგოთ. ჩვენს ირგვლივ მიმოვიხედოთ და უამრავი გაჭირვებული, რომელიც დახმარებას ეძებს, ჩვენგან დაბრუნდეს. ყველას შეიძლება ვერ გაწვდე ადამიანი, მაგრამ თუ გაქვს ესეთი განზრახვა, განწყობა და ამას მეტნაკლებად შეძლების დაგვარად აკეთებ, ესე იგი შენ ებრძვი უკვე ცოდვას, რომელსაც ჰქვია სიმდიდრის სიყვარული. ამასთან დაკავშირებით წმინდა დემთვარი იოანე ოქროპირი თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ბრძანებს. გზა ზეციური სასუფეველისაკენ ვიწროა. შევეცადოთ სამადლობელი აღვუვლინოთ ღმერთს ყველაფრისათვის და ახოვნად დავითმინოთ ყოველი განსასწრელი. გავღარიბდებით თუ დავსნეულდებით, მადლობა გადავიხადოთ. ბოროტ მეტყველებენ ჩვენზე, მადლობა გადავიხადოთ. დავიტანჯებით და მაინც მადლობა გადავიხადოთ. ეს გვაახლოვებს ღმერთთან. უფალი ჩვენი თანამდები ხდება, ანუ მოვალე ხდება. ხოლო როდესაც უზრუნველად ვცხოვრობთ, ჩვენ ვხდებით თანამდებნი და პასუხისმგებელნი მის წინაშე. ზოგჯერ ხშირადაც კი კეთილდღეობა სასჯელად გვექცევა. გაჭირვება კი ცოდვათაგან გამწმენდელად გვევლინება. უბედურებანი განგვაწყობენ გულმოწყალებისა და კაცთმოყვარებისაკენ. კეთილდღეობას მივყავართ ზესთამჩენობამდე, უდარდელობამდე, ქედმაღლობამდე და დახსნილობამდე. ამიტომაც გვეუბნება წინასწარმეტყველი. კეთილარს ჩემ და რამე თუ დამამდაბლემე, რაითა ვისწავლნე მე სიმართლენი შენია. ეზეკიას, როცა კეთილდღეობით ცხოვრობდა და გაჭირვებას არ განიცდიდა, გული სიამაყით აღებსო, ხოლო როცა დასნეულდა, დამდაბლობდა და ღმერთს დაუახლოვდა. რაჟამს მოსრნავ მათ გვეუბნება წმინდა წერილი იუდეველებზე. მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიეთ და აღიმსთობიეთ ღმრთისა მიმართ. და ეს მარტო იუდეველებთან დაკავშირებით არ შეიძლება ითქვას, რადგანაც ჩვენს ასე არ გვემართება, ვინც დაახლოებით ჩემი ასაკის არის, ჩვენ გამოვცადეთ განსაცდელები, გაჭირვებანი, როგორც სულიერი თვალსაზრისით, ასე ფიზიკური თვალსაზრისითაც მთლიანად ქვეყანამ გამოსცადა ეს და მე მახსენდება, როგორ ერთ სიბრტყეში იყო ყველა განთავსებული, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა ჰქონდა და რა გვარი შვილობა. აკადემიკოსი იყო თუ გლეხი თუ უბრალო მოქალაქე, ყველა ვიყავით ერთმანეთთან უფრო დაახლოებული და ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად ყურადღებიანი და შევხედოთ დღეს რა ხდება, ერთმანეთს ვერ ვიტანთ დასანახად. და პირიქით, ოდეს გაძღებიან და განსუქდებიან, მაშინ დაუტევებენ შემოქმედ ღმერთს. უფალი შეიცნობა თავისი მსჯავრით. დიდი სიკეთეა მწუხარება, რომელიც ცისაკენ სავალ ვიწრო გზაზე გვაღენებს. მასზე
ვერ გაივლის ის, ვინც მწუხარებას არ დაითმენს. ვინც მწუხარებით ივლის ამ ვიწრო გზაზე, ის მიიღებს ნუგეშინის წემასაც. ხოლო ვისაც უყვარს ფართო გზით სვლა, იძულებით ვერ დაადგება ვიწრო გზას. ან თუ დაადგება, წვალებით სიარული მოუწევს. ისმინე საკუთარი სხეულის დათრგუნვის ფასად, როგორ დაადგა ამ ვიწრო გზას პავლე მოციქული. აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ მას. იგი მარად მადლობს ღმერთს თავისი ყველა ტანჯვისათვის. დაკარგე ქონება ამან ძალზე დაავიწრობა შენი ფართო გზა. მოგაკალოდა დიდება, აქაც იგივე მოხდა. ცილი დაგწამეს, დაიჯერა ხალხმა, რაც დაგაბრალეს და შენ კი თავი დამნაშავედ არ მიგაჩნია. გიხარობდნენ და მხიარულიყავი, უფალი გვეუბნება, ნეტარ იყვნენ თქვენ რაჟამს ყვედრიდნენ და გდევნიდნენ და თქვენ ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენ და მომარციცრუი ჩემთვისო. გიხარობდნენ და მხიარულიყვენით, რამე თუ სასყიდელი თქვენი ფრიადარ სათაშინა. რად გაოცებს მოწონული მწუხარება, ან რად გინდა განსასწრებელთაგან თავის დაღწევა. პავლესაც სურდა მათგან განთავისუფლება, რასაც ხშირად ევედრებოდა ღმერთს, მაგრამ საწოდელი არ შეუსრულდა. ამისთვის სამგზის ვევედრე უფალსა და მრქვამე კმარს შენდა, მადლი ჩემი, რამე თუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნებისო. აქ უძლურებაში გაჭირვება იგულისხმება. და რა მოხდა? პავლე უფლის ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მადლიერებით ითმენდა განსაცდელს და ამბობდა, სათნო მიჩლნს უძლურებათა შინა, ანუ მიხარია სიამოვნებს გაჭირვებაში ყოფნაო. ასე რომ მადლობა აღუვლინოთ უფალს ყოველივესთვის, ნუგეშისთვისაც და გაჭირვებისათვისაც. ნუ მივეცემით დორტვინვას და ნუ ვიქნებით უმადურნი. შენს წარმოთქვი, შიშველ გამოვედ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშველივე მივიქცე მონვე ქვეყანად, როგორც ამბობს იობის წიგნი. შენ არ დაბადებულ ხარ დიდებით და ნუ ეძიებ დიდებას. ცხოვრება დაიწყე ისე, რომ არ გაგაჩნდა სიმდიდრე, სახელი და პატივი. წარმოიდგინე, რამდენი ბოროტება მოაქვს სიმდიდრეს. აქ უმჯობესია მოусმინო, რას გვეუბნება ქრისტე. უადვილეს არს აკლემი განსოლა და ხვრელსა ნემსისსა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ცათასა. ხედავ, რა სიკეთეთა მიღების დამაბრკოლებელია სიმდიდრე. შენ კი არ გსურს სიღარიბეში ყოფნა. გწადია გამდიდრება და არ გიხარია, რომ ეს დაბრკოლება შენთვის არ არსებობს. სიღარიბეში აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ისიც, რომ არ ვეძებდეთ ფუფუნებას. სიმდიდრეს, რომელზედაც, როგორც აღნიშნე, იქნებით დამოკიდებული. მადლობდეთ ღმერთს ყველაფრისათვის, რაც გვეძლევა, ის ელემენტარული, რაც ჩვენი არსებობისათვის არის საჭირო, ხომ? ამას ვითხოვთ ჩვენ ლოცვაში. პური ჩვენი არსობისა მომეჩვენ დღეს. ასე ვიწროა ზეციური სასუფეველისაკენ მიმავალი გზა. ასე ფართო, დამამძიმებელი და დაუტევნელია სიმდიდრე. ამიტომაც გვითხრა უფალმა ამ გზაზე შესადგომად წარვედ და განყიდე მონაგები შენიო. როგორც უთხრა დღეს სახარების ამ ეპიზოდში მდიდარს უფალმა. რად გინდა სიმდიდრე? ღმერთმა იმიტომ წაგართვა იგი, რომ მონობისაგან გამოეხსენი. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ხოლმე ასე, რომ ეს მე არ მეხება. ასე რაღაც განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ. ნახოთ, აი წავიკითხოთ წმინდათა ცხოვრება. რამდენი შემთხვევაა ასეთი, როდესაც ყიდნენ თავიანთ ქონებას და გლახაკებს ურიგებდნენ. მე ასეთები დღესაც ვიცი, რომ არიან და უშუალოდ გასცემენ მოწყალებას. რის საშუალებას ბუნებრივია მათ გააჩნიათ. ასე რომ შეიძლება
ჩვენც აი ღარიბ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს რაღაც ორიოდე ნივთი ისეთი, რომელსაც შეიძლება ერთ მათგანს თავისუფლად შეელიოს. უბრალოდ არ უნდა მაინც ურჩევნია რომ იქიდოს და იყოს უყუროს ამას ვიდრე სხვას, რომელსაც უფრო მეტად ჭირდება შეიძლება მისცეს. ასე რომ ყურადღებით ვიყოთ აქაც. ჩვენ გვეხება ყველაფერი ისა, რასაც ჩვენ ახლა ვისმენთ აქ და თითქოს ეს იონა უკროპირის სიტყვები სხვებისთვის იყოს განკუთვნილი. არა, ჩვენ გვეხება ყველას. ასე იქცევა მშობელი მამაც, თუ დაინახავს, რომ მისა ძესა რა ყვნის ვიღაც მემრუშე დედაკაცი და ყოველგვარი შეგონება თავი დაანებოს მას, ამაოა ამ მემრუშეს გააგდებენ. ასეთია დიდი სიმდიდრეც. იმიტომაც გვართმევს მას უფალი, რომ ზრუნავს ჩვენზე და სურს სიავისაგან გვიხსნას. ნუ ჩავთვლით სიღარიბეს ბოროტება და მხოლოდ ცოდვა არის ბოროტება. საკუთრივ სიმდიდრეც არ არის სიკეთე. ღვთის სათნოყოფა აი ერთადერთი სიკეთე. მას ვისურვოთ სიღარიბე ვეციოთ. იგი ასე მივაღწევთ ზეცას და შევიძენთ ზეციურ სიკეთეებს. და ღირსნი გავხდეთ მათი მადლით და კაცთმოყვარეობით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლის არს მეუფება, ძალი და დიდება, მამისა და ღვთისა და წმინდისა სულისა, თანა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მერთმა დაგლოცოთ და გაგვრთხოვთ.